მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბატონ მიხეილ მამიაშვილთან ერთად, ბატონი თავისუფლების მოგესალმებათ ასევე რა თქმა უნდა და გვინდა რამოდენიმე წუთით ვისაუბროთ ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო ცვლილებებზე და ასევე რამოდენიმე წუთით დავუთმოთ იმ ადამიანებს, ვინც ქმნიდა და დღემდე ქმნის საქართველოს პროკურატურის ისტორიას. ძალიან შრომატევადი დახუნძული დღეები იყო საკანონმდებლო თვალსაზრისით განვლილი პერიოდი. საქმე იმაშია, რომ შემოგთავაზა მმართველმა ძალამ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელმწიფო მოსამსახურეების სიტყვიერი შეურაცხყოფა გამხდარიყო დასჯადი. ასევე დაზარალებულთა ინტერესების დასაცავად შემოთავაზებულია ძალიან საინტერესო კანონპროექტი რესტრუქციაზე. კიდევ თქვენ პროცესუალისტი ბრძანდებით გარდა იმისა, რომ მატერიალურ სამართალში ძალიან დიდი და სერიოზული ნაშრომები გაქვთ, ასევე საინტერესოა ვთქვათ ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო სტომის ჩატარების გაშუქებასთან და ასე შემდეგ. ეხლა სადამ მე უშუალოდ გადავიდოდე თანამდებობის პირების, ეს პოლიტიკური თანამდებობის იქნება თუ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების შეურაცხყოფაზე, მე მინდა ტელემაყურებელს შევახსენო არაერთხელ თქმული, რომ მთელი ჩემი ცხოვრება რა გაგებით, ეხლა ის პერიოდი, რაც მე ვთქვათ, მეცნიერებაში მოვედი, მიზღველი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ პატივის და ღირსების ხელყოფა ძირითადად ხდება ორი გზით, ორი საშუალებით. ესაა შეურაცხყოფა და სილისამრე. თავის დროზე იმ ავადსახსენებელ პერიოდად რომ მოიხსენიებენ საბჭოთა პერიოდს, მაშინ მოგეხსენებათ, რომ სისხლის სამართლებრივი წესით იყო დასჯადი როგორც შეურაცხყოფა 127 მუხლი იყო სისამართლის 1964 წლის რედაქციით, ხოლო 138 მუხლით მიზნული იყო სილისამრესთან. შემდგომ პერიოდში აი მე როცა დისერტაცია დავიცავე ბატონო მიხეილ, ეს იყო 1999 წელს, ჯერ კიდევ სისამართლის კოდექსიდან არ იყო ამოღებული სილისამრე და შეურაცხყოფა, ჩვენ სენატზე თუ ვიტყვით არ იყო დეკრიმინალიზებული და მაშინ დღის წესებში იდგა სხვადასხვა ის ადამიანები, ვინც წინასწარ დაგეგმა რა შედეგი უნდა მიეღო იმით, რომ ამოიღებდა სილისამრეს და შეურაცხყოფას, იმ თავითო დათვალეს და დააწყებული ჰქონდათ პროპაგანდა, რომ ეს უნდა ამოვიდეს სისამართლის კოდექსიდან და ამას მოაწესრიგებს სამოქალაქო სამართლის კოდექსი. სხვა საკანონმდებლო აქტები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 99 წლისთვის ჯერ კიდევ სამოქალაქო კოდექსში იყო მხოლოდ ეს თემატიკა გაშუქებული და სისამართლის კოდექსში და მე მაშინ მათ შევთავაზე გამიჯვნის ხერხი და საშუალება, რომელიც ჩემს სადისერტაციო ნაშრომში ჩამოვაყალიბე და მე ვფიქრობ, რომ დღემდე მას შესაძლებელია ქონოდა გამოყენება. როგორ უნდა გაგვემიჯნა სისამართლებრივი წესით დასჯადი სილისამრე და შეურაცხყოფა, სამოქალაქო სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებებისაგან. ისე რომ ყოფილიყო მათ შორის დაცული ბალანსი. მე ვფიქრობ, თავდადასტურების გარეშე ვიტყვი, რომ ეს ბალანსი იმ ნაშრომში ჩანდა, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა. მაგრამ ძალა აღმართავს მოგეხსენებათ, ზოგის ბამბაჭრიელებს რა თქვა მია და ზოგის ოქრო არა, იმ რეფორმატორების ჯგუფად მონათლული ადამიანების ნათქვამმა იბარტყა იმ შემთხვევაში, მას ადვილად ჰქონდა გასავალი, რატომღაც ადამიანებმა როგორც ყოველთვის დაიჯერეს ის, რომ ეს იქნებოდა მათი დაცვის ერთადერთი საშუალება, თუმცა თუ კაცს დასამებ და შეურაცხყოფას მიაყენებ სამოქალაქო წარმომადგენლების წესით, რატო უნდა გამარტივებულიყო დასჯა ამ ადამიანების ეს ჩემთვის აუხსნელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერეთი ბაჟი უნდა გადაიხადოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რომ მოითხოვო პატივის და ღირსების დაცვა, ხოლო სისამართლის წესით თუ მოხდებოდა, ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ პროკურატურა თვითონ იყო ვალდებული დაზარალებულად ესხანი და შენს მაგიერ შეეტანა საქმე. ხო, აი საჯარო ბრალდების კატეგორიას განეკუთვნებოდა ეს საქმეები. ასე იყო თუ ისე, საზოგადოებას უნდა ენახა და გამოეცადა საკუთარ თავზე, მაგრამ აღმოჩნდა შემდეგში რა?
შემდეგში ერთ-ერთი მიზეზი ალბათ იმის რომ ასე თავგადაკლულად ყოველ შემთხვევაში ხმების მოსაჩვენებლად უბრალოდ საზოგადოების დასარწმუნებლად სამოქალაქო სამართალ წარმოების წესით ჯობდა შელახული პატივის და ღირსების დაცვა შეურაცხყოფის და ცილისწამების შემთხვევაში ისიც იყო რომ არ გვაკლდა არასოდეს ვთქვათ განათლებული მეცნიერები ბჭყალებში იურისტები თუმცა განათლებული არიან და მე ვერ ვიტყვი რომ განათლებული არ არიან ისინი პირდაპირ მნიშვნელობით ატყუებდნენ საზოგადოებას რომ ბატონო ის რომ მოხელე უნდა დაისაჯოს და მოხელესზე რაც შეიძლება უნდა თქვა ეს არის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განხორციელებული ქმედება ანუ სოფლიოს არც ერთ ქვეყანაშიო მე მახსოვს ეს გამოსვლები დაახლოებით შინაარსი ასეთი იყო რომ ცილისწამების და შეურაცხყოფის შემთხვევაში როდესაც ეს ეხება საჯარო მოხელეს ეს პიროვნება დასჯას არ ექვემდებარებოდა და გვიმტკიცებდნენ კიდევ ვთქვათ და ძალიან ბევრ შემთხვევაში რომ აი ესეთ პოზიციაზე დგეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული სასამართლო ნუ ახლა დღეს ეს ადამიანები კარგად ჯანმრთელად არიან დიდხანს აცოცხლოს მეთქმა მაგრამ რატომღაც მათი გამოსვლები მე არ მახსოვს იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან და უდებენ წინ იმ ნათქვამებს რასაც ისინი ამბობდნენ და რასაც გადაგებდნენ ანუ საზოგადოებას უსიცილოდ ატყუებდნენ ეს ადამიანები იმასთან დაკავშირებით რომ ცილისწამება და შეურაცხყოფა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას დასჯადი არ არის მე იცით და გამეორდები კვლავაც რომ ჯერ კიდევ 2004 წელს დავწერე პატივის ღირსების და საქმე რეპუტაციის დაცვა საზღვარეთის ქვეყნებში აი ეს წიგნია რომელიც 2004 წელს გამოვიდა მე ამას მოყვა საქართველოში პატივის და ღირსების საქმე რეპუტაციის დაცვა და როგორც მოგახსენეთ ვინაიდან ცილისწამები და შეურაცხყოფით ხდება ძირითადად პირადი არაქონებრივი უფლებების პატივის და ღირსების დაცვა სწორედ ამ თემატიკაზე მიძღვნილი აქ არის ყველა დიდი ქვეყნის ეს იქნება საერთო სამართლის თუ კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნები ყველა ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა რომელიც მერი არ შეცვლილა და დამეთანხმებით ბატონო მიხეილ რომ არ არსებობს ქვეყანა მსოფლიოში სადაც ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით არ ижებოდეს ანუ რატო ვიყავით ჩვენ გამონაკლისები ახლა მაინც გაუსწოროთ თვალ სინათლეს ვიფასოთ ელემაღურებლებო და ერთამე შევხედოთ ესე იგი ადამიანები იტყვებოდნენ შეგნებულად გამიგეთ იმიტომ რომ ეგონათ რომ ადამიანის მეხსიერება ხანმოკლეა მაგრამ ასე არ არის საბედნიეროდ იმიტომ რომ დღეს ტელევიზია მასობრივი ინფორმაციის საშუალება იძლევა საშუალებას რომ იმ ადამიანების ნათქვამები გავიხსენოთ და გავახსენოთ უпростоრად ვინც თავის დროზე საწინააღმდეგოს ამტკიცებდა მე კი ჩემის მხრივ 2004 წელს რა პერიოდია კარგად მოგახსენებათ მივეცი ჩემ თავს უფლება და გარკვეული დარტყმის ქვეშ დავაყენე რომ გამოფმექვეყნებინა აი ეს ნაშრომი რომელიც მე ვიცი რომ ძალიან ბევრის სამაგიდო-მაგიდო წიგნად იქცა ზოგისთვის კარგი გაგებით რომ რაღაცას კითხულობენ და იგებენ და ზოგისთვის იმისთვის რომ ყოველთვის როდესაც ამ წინს დაინახავენ საგინებელი სიტყვები არ დაეშურებინათ ჩემთვის რატომ იმიტომ რომ დღეს და ყოველთვის სიმართლე უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თუ რამე კარგია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში რომელიც 2004 წელს მიიღეს საერთოდ ვაპარაკობ რომ ეს კანონი არ არის გამართული და აპასუხობს ჩვენს მოთხოვნებს ჩვენს ყოფას და ჩვენს წარსულს და ჩვენს მომავალს იქ ერთი რამ კარგი ჩანაწერი მაინც არსებობს ხილების თავისუფლება და მამხილებელთა დაცვა ისე რომ ყოველ შემთხვევაში მე თუ მამხილებელი ვარ ამ შემთხვევაში მიცავს სწორედ ეს კანონი და ამ კანონში და სხვა საკანონმდებლო აქტებში ამგვარი ჩანაწერის არსებობას ვიესალმები თუ გამართული იქნება და კარგი იქნება. ახლა რატო გავიხსენებ ეს ისტორია? მოგეხსენებათ რომ 97 წელს ბატონო მიხაილ როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ძალაში შევიდა იქ მე-18 მუხლი ზოგად ნაწილში ანუ პირველ წიგნში მიეძღვნა პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვას იქ საუბარია მეორე ნაწილში პატივის ღირსების საქმე რეპუტაციის დაცვაზე და რა ეწერა პატივის ღირსება და საქმე რეპუტაცია შეიძლება დაიცვასო ადამიანმაო კერძოდ იქ იყო საუბარი იმაზე რომ თუ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილესო ანუ ეს ჩანაწერი თავისთავად ნიშნავდა იმას რომ ცილისწამებისთვის ანუ თუ ინფორმაცია არასწორი იყო ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანს დაცვის მექანიზმი კიდევ ჰქონოდა მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ რომ პატივის და ღირსების დაცვა მხოლოდ ცილისწამების შემთხვევაში კი არ ხდება არამედ უნდა დავიცვათ
შეურაცხყოფის დროსაც. ხოლო ამ ჩანაწერში, რომელიც არსებობდა 97 წლის სამოქალაქო კოდექსის 18 მოხლის მეორე ნაწილში, შეურაცხყოფის შემთხვევაში ადამიანი თავს ვერ დაიცავდა. ანუ ნებადართული მოქმედება იყო შეურაცხყოფა. მე 2004 წელს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი მიიღეს, მაუწყებლობის შესახებ კანონი. იქ ჩაიწერა, რომ აი შინაარსობრივი რეგულირება ის კი არ უნდა თქვა, რასაც ფიქრობ, თქვა ტეტაუხეში ფორმით კი არ უნდა გამოხატო, არამედ ისეთი ფორმით, რომ იგივე აღსაღუზრავს ადამიანს, მაგრამ არ იქნება დედის გინება, მამის გინება, გამიგეთ? შინაარსობრივი რეგულირება სწორედ ასე ითქმის. ახლა ადამიანი ქურდიაო, გამიგეთ? ამის შინაარსობრივი რეგულირება იქნება ეს კაცი საწყობში მუშაობდა, საწყობში აღმოჩნდა შემოწმების დროს დანაკლისი და ხომ არ ჩაიდინა ეს დანაშაულებრივი ქმედება საწყობში დასაქმებულმა ამ პირმა. ანუ შინაარსობრივი რეგულირება ქურდის ნაცვლად სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე შინაარსით მიეწოდოს უნდა საზოგადოებას. ნუ ახლა რამდენად გამართლებულია ეს სხვა თემაა, მაგრამ როდესაც ლაპარაკობთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში, იქ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით არის ასე ჩანაწერი, რომ აი შინაარსობრივ რეგულირებას ექვემდებარება ცირისამება, უხამსობა და პირისპირ შეურაცხყოფა. თუ მედრაშე პირისპირ არ გავარდა ერთმანეთს არ უყურებთ და პრესაში დავწერდი, თქვათ, თქვენს სალანძღავ შეურაცხყოფელ პასკვილებს იქნება თუ მოგონებებს ან დავიცი, ინფორმაციას გავავრცელებდი, ამ შემთხვევაში როგორც წესი შინაარსობრივ რეგულირებას ეს არ ექვემდებარება. ესე იგი, ამაზე ძალიან სერიოზულად იმუშავა მავანმა. ახლა რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა პაპუაშვილი, ჩვენი პარლამენტის სპიკერი და მან თქვა, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი 2020 წლის კანონი რამიშვილის გახსოვთ თქვენ ხო და ბოკერიას შემოქმედების ნაყოფი იყო. მე ეჭვმევარება, რომ მათი დაწერა შეძლებოდა, უბრალოდ ამათად გავრცელდა ეს ქართულ სინამდვილეში. ხო, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც აქვს სურვილი, მე ეს წიგნი შემთხვევით არ მომაქვს, მაგალითად გერმანიაში არ დავიღლები ამის თქმით, რომ სამართლებრივი წესით დაშადია შეურაცხყოფა 10 შემთხვევაში. 10 შემთხვევაში. ახლა მაგალითად კერძოდ სამართლებრივი წესით დაშადია ფედერალური პრეზიდენტის შეურაცხყოფა, სახელმწიფოსა და მისი სიმბოლოების შეურაცხყოფა, კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოების, მთავრობის, საკონსტიტუციო ან მიწების სასამართლოებისა და მათი წევრების შეურაცხყოფა, უცხო სახელმწიფოსა და მათი წარმოადგენლის შეურაცხყოფა, რელიგიური საზოგადოების წმენისა და აღსარებლობის შეურაცხყოფა, ასევე ჩვეულებრივი. ამ ჩამონათვალში თუ არ შედის ეს თანამდებობის პირები, მაშინ დაუჟელი ჩვეულებრივი მოხელის კლერკის შეურაცხყოფა დაუჯელი არ რჩება გერმანიაში, იმიტომ რომ აი ამ შემთხვევაში გამოიყენება სისხლის სამართლის, გერმანიის სამართლის კოდექსის 195 პარაგრაფი. ანუ თვითონ საჯელები ნახეთ, 2-დან 5 წლამდეა თავისუფლების საქმეთა და კიდევ ერთი რამა გერმანიის სამოქალაქო კოდექსში სხვა ქვეყნის თქვა თანამდებობის პირის შეურაცხყოფა მართალია დასჯადია სამართლებისთვის, მაგრამ დასჯადობის საჯელი გაცილებით ნაკლებია ვიდრე ადგილობრივი მოხელის. ანუ ადგილობრივი მოხელისადმი და მისი პატივისა და ღირსების დაცვისადმია მიმართული გერმანიის სამოქალაქო კოდექსი. ახლა თუ გვინდა გავაგრძელოთ, კი ბატონო, ძალიან ბევრ საკანონმდებლო აქტებზე ჩვენ შეგვიძლია ბევრი ქვეყნის ვისაუბროთ, მაგრამ ახლა მეორე თემასაც შევეხოთ. ის გამონათქვამები, რასაც გვახვევდნენ თავს და გვაბრუებდნენ ძალიან სერიოზული მეცნიერები, ყოველ შემთხვევაში დღემდე გვამართლიან, რომ თავის როლზე მოთხოვნადი იმიტომ ვიყავითო, რომ ჩვენშიო დაინახეს, რომ ამომავალი ვარსკვლავური იურისპრუდენციისო, აი იმათი ნათქვამებიდან გამომდინარე, თითქოს დასჯადი არ უნდა ყოფილიყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ცილსამება, შეურაცხყოფა, თუმცა ეს ასე არ არის. და განსაკუთრებით აქცენტს აკეთებდნენ ისინი, რომ მოხელეს რაც გინდა თქვი, შეურაცხყვე, პასუხს არ აგებს და ეჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში. არ აღმოჩნდა ბატონო ეს. ლანოვსკის საქმე და სხვები საქმეები ამის კლასიკური დადასტურება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, როცა მოხელესია საუბარი, მოხელის მიმართ კანონმდებელი
უფრო მეტ მოთხოვნებს აყენებს. მოხელე მუნცმევის მეტი ვალდებულება გააჩნია, მაგრამ ეს ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ თითქოს და მოხელე აბსოლუტურად დაუცველი. პირიქით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოხელეებს უნდა ჰქონდეთ შვიდ გარემოში მუშაობის საშუალება. ახლა თუ კრიტიკა დასაშვებია ნორმალური კრიტიკა, მაგრამ ზღარს გადასული, შეურაცხყოფამდე მისული კრიტიკა რომ დაჟადია და უნდა ყოფილიყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება. ამას ცხადყოფს. და თქვენ იცით რომ არაერთი ჟურნალისტი, მასმედია, მისი რედაქტორი სამართლებრივი წესითაც იქნა დაჟილი მათ შორის იტალიაში და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ამ შემთხვევაში ეს ქვეყანა მოქმედებდა კანონიერად, იმიტომ რომ სხვათა უფლებების ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო ამ ადამიანების პატივისა და ღირსების ხელყოფაო. ესე იგი, საქმე იმაშია, რომ ჩვენი ჟურნალისტებისგან განსხვავებით, უცხო ქვეყნის ჟურნალისტებს ევალებათ და ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოები თხოვენ მას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამართლებს ამგვარ მიდგომას, რომ ინფორმაცია კი მიაწოდე საზოგადოებას მისთვის საინტერესო საკითხებზე, მაგრამ სანამ რამეს იტყვი, ეს ინფორმაცია წინას არ გადაამოწმე, გარდა განსაზღვრული შემთხვევებისა, თუ განაჩენი გამოქვეყნდება და განაჩენში უკვე მითითებულია გამოვა პოლიციის მუშაკი ან პროკურორი და კონკრეტულ პირს დაასახელებს და იტყვის, რომ მის ქმედებაში ესათვის ნიშნებია წარმოდგენილიო, რა თქმა უნდა, ამ ფაქტის გადამოწმების ვალდებულება მას არ იქნება, მაგრამ როდესაც ინფორმაციას აწვდის, რომელიც ჯერ კიდევ საზოგადოებისთვის უცნობია და შოკში აგდებს, ასეთ გამოთქმა უყვარდას, შოკის მომგვრელით რომ იყოსოთ, შოკის მომგვრელი უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეში ესაბამება. და არ უნდა იყოს შოკის მომგვრელის ინფორმაცია, რომელიც ტყუილითაა გაჯერებული და საზოგადოებას არწმუნებს უდანაშაულო ადამიანის დანაშაულო ქმედებებში. აი ეს მინდოდა ორიოდეს სიტყვით მეთქვა და კიდევ ერთია. აი ძალიან ხშირად ჩვენ ხვდება ისეთი ინფორმაციები, რომლებიც ფაქტობრივად თავის შინაარსით ძალადობისკენ მოწოდება. ხო სწორია რა? კი. და ახლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამართლებს ამგვარ მიდგომას. ორეთ ნახეთ საინფორმაციო საშუალებების წარმოადგენლების მოეთხოვებად განსაკუთრებული სიფრთხილით მოიკიდონ კონფლიქტებისა და დაძაბული მდგომარეობის გაშუქების შემთხვევებს, რადგან ისინი შეიძლება გახდნენ სიძულვილის გამომხატველი და ძალადობისკენ მომწოდებელი მასალის გამავრცელებელი. ახლა სად არის ეს მითებული? შემიძლია წყაროს მიგითითოთ, ეს არის ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შუკერას ეგრეთ წოდებული საქმეზე 1999 წლის 8 ივლისა ეს გადაწყვეტილება მიღებული. აი რა იყო მაშინაც გაზეთის მეპატრონის მსჯავრდება. მეპატრონე. ხო, სამართლებრივი წესით არის დაშაზე არ ჩაითვალა კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევად. ანუ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ მოქმედებდაო ესო გაზეთის მეპატრონეო, რადგან სადაო პუბლიკაცია წარმოადგენდა ძალადობისკენ მოწოდებას. მართალია გაზეთის მეპატრონე ცდილობდა იმის დამტკიცებას და ამტკიცებდა იმას, რომ იგი მხარს არ უჭერდა სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებას, მაგრამ სასამართლომ ლაბარაკი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე მიიჩნია, რომ დაბეჭდვაზე ნებართვის გაცემით გაზეთის მეპატრონემ სტატიის ავტორებს მისცა საშუალება გაიკეთებინათ დანაშაულის ჩადენისკენ მოწოდება. ამდენად მისი მსჯავრდება განპირობებული იყო ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებით. აი ახლა მეტი კიდევ რაზე ვილაპარაკოთ, ხო? აი მოხელეებთან დაკავშირებით ლანოვსკის საქმე 1999 წლის 26 იანვარს მიღებული. აი რა დაადგინა ახლა ამ მოხელეებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. სახელმწიფო მოხელეები უნდა სარგებლობდნენ საზოგადოების ნდობით და ჰქონდეთ სათანადო პირობებში მუშაობის საშუალება, რათა მათ წარმატებით შეასრულონ დაკისრებული ფუნქციები. ამდენად სახელმწიფო მოხელე დაცულ უნდა იქნეს უსამართლო და შეურაცხყოფელი სიტყვიერი თავდასხმებისაგან, რომლებიც აღემატება კრიტიკის დასაშვებ ზღვარს. აღნიშნულის გათვალისწინებით მოცემულ საქმეზე ევროსასამართლომ მოქალაქე ლანოვსკის მსჯავრდება და მსჯავრდება ამ შემთხვევაში სამართლებრივი სასჯელზეა საუბარი, მუნიციპალური დაცვის ორი თანამშრომლის შეურაცხყოფისათვის არ ჩათვალა სახელმწიფოს მხრიდან აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად და შესაბამისად კონვენციის მე-10
მუხლის დარღვევად. გავაგზავნოთ კიდევ ბატონებო, ანალოგიურად ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მასწავლებელთა პროფკავშირების გაერთიანებული თავმჯდომარის მსჯავრდება ცილისამებისთვის, რომელმაც სამ მასწავლებელს ქურდები უწოდა. აღნიშნული კი არ დადასტურდა მათ წინამდე გავზღული სასამართლის საქმის გამოძიების პროცესში. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გამცხადებელს როგორც პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელს თავისი მდგომარეობის მიუხედავად მოეთხოვება დაემორჩილოს სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად გარკვეულ შეზღუდვებს. ამასთან ცნორა სადავო განცხადებების ცილისმსახურებული ხასიათი სასამართლომ დაადგინა, რომ გამცხადებელს კრიტიკის გამოხატვა თავისუფლად შეეძლო მასწავლებლების ქურდებად მოხსენიების გარეშეც. Αλλά კიდევ თუ გავაგზავნებთ, აქ ძალიან ბევრი სასამართლოს გადაწყვეტილება, მთელი ერთი თავი ეძღვრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმოხილვას ამ თვალსაზრისით, ისე რომ მე თავის დროზე ეს წიგნი იმ ადამიანების სასაკითხად დავწერე, ვინც მართალია კითხულობდა, მაგრამ სხვაგვარად გამოდიოდა და სხვა რამეს უმტკიცებდა საზოგადოებას. გამიგეთ, აი ეს არის არსებითი ის რაც მინდოდა და ახლა რაც მოუყოლე. საქართველოს მე შეიძლება როგორც ყოველთვის ყველა ხელისუფალი ცდილობს რომ თავისი პოზიცია გაიმყაროს ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტებით, მაგრამ საზოგადოებას უნდა დარჩეს ამ შემთხვევაში მოგებული და საზოგადოებისთვის მოგებაში რას ხედავენ? მოგებაში მას ხედავ რომ ეროვნული კანონმდებლობა უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში. ხოსია რა. ჩვენ ახლა როცა გერმანიის სხვა ქვეყნების კანონმდებლობას მიმოვიხილავთ, ისივე ქვეყნების წარმომადგენლები ელჩები გვიკიჟინებენ რომ აი ეს თქვენ ესე იგი გამოდის რომ ჩვენ მეორე ხარისხოვანი კი არა მეათე ხარისხოვანი და პლინტუს დაბლა მდგომი ერი ვართ. შენს ქვეყანაში შემომაცხონებულო თუ კი ეს შესაძლებელია რომ ცილისამებისთვის და შეურაცხყოფისთვის დაისაჯოს ადამიანის სისამართლეების წესით, რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება საქართველოში? თუ კიდევ რამე შეთანხმება არსებობდა, მე მესმის რომ როდესაც ადამიანი გამოდის სიძულვილს თესავს, ლანძღავს, აგირებს, ეს ადამიანები გმირებად უნდა წარმოჩენოდა საზოგადოებას. გამიგეთ, ხედავთ როგორი უშარია, არაფერს არ ეშინია. სინამდვილეში კანონმდებლობაში არ იყო მუხლი და ნორმა, რომელიც მათ დაჟიდა. ამაზე იზრუნა მართმა მამადამ მარჩენალმა ხო თავის დროზე და ახლა ეს დაარქვეს ბოკერიას და რამიშვილს ახლა უდავოდ განათლებული ხალხია და სამწუხაროა რომ ესენი არა იმ საქმეს ემსახურებოდნენ ჩემი აზრი ეს რა თქმა უნდა რისი გაკეთებაც მათ ქვეყნისთვის შეეძლოთ მაგრამ ეს თავის დროზე შეიქმნა ასეთი პატარა ქვეყნებისთვის ეს საკანონმდებლო კონფიგურაცია და ესე იგი ეხმარებოდა იმ ადამიანებს, ვინც მათ სამსახურში დგას და რომ კანონში ცვლილებები რო შევახლა ცვლილებები, ამ ცვლილები დაიჟებიან. აი ეს იციან მათ წინასწარ გამიგეთ. ხო, ახლა თლად ჩვენი კანონმდებლობა ჯერ ფეხს ვერ უმამს, თქვათ გერმანიისა და სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებას ამ თვალსაზრისით, მაგრამ გარკვეული ნაბიჯები, რომ სუვერენული კანონმდებლობის შექმნისკენ დაწყებულია, მე ამას მივესალმები. ახლა საზოგადოება თუ ფრთხილად იქნება, არც ერთ ხელისუფალს არ უნდა მიცეს იმაზე მეტის გაკეთების შესაძლებლობა, რაც საზოგადოების დაკვეთა არ არის. ეს სხვა თემა. მაგრამ ის რომ კანონმდებლობა სუვერენული უნდა იყოს და ქვეყნის ინტერესებს მორგებული ითვალისწინებდეს მის წარსულსა და ამავე დროს პასუხისმგებელი იყოს მომავალზე, აქ ორი აზრი არსებობს. და ამ თვალსაზრისით მე ერთი რამე დაგითხრათ, რომ იყო წინადადება არის მე როგორც ვიცი პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიწვევს 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. ხო? ისე იგი შეურაცხყოფა პრაქტიკულად იგნორირებულიყო. მოდი რეალისტები ვიყოთ, ხო? იქ წვრილმანი ხულიგნობა არ იძლეოდა მის შესაძლებლობას, სხვა არც ერთი ნორმა ჩვენ არ გაგვაშნია, სადაც შეურაცხყოფა შეიძლებოდა დაჟილიყო და კიდევ ერთი რამ ამას აქვს მეორე ნაწილი თუ ერთხელ უკვე სახელდადებული ადამიანი ანუ გამოყენებული იყო მის მიმართ ადმინისტრაციული საჟელი სახე შეურაცხყოფის ცილისამებისათვის იქ უკვე გამკაცრებულია პასუხისმგებლობა და ჯარიმა არის 2500 ლარიდან 6000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 5 დღიდან 60 დღემდე. ყოველ შემთხვევაში საჟელს აქ მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ის არის რომ ქმედება რომელიც სახელს უტეხს ადამიანს ესე იგი საკუთარ თავთან
პრობლემებს უქმნის პიროვნებას, იცით, აი, ხო არ შეიძლება ყველაფერი შეეგუო, ყველაფერი გადაყლაპო, ყველაფერი მიიღო, შეურაცხყოფელმა იაროს საზოგადოებაში, ხო? აი, ამისგან დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია და მე ყოველ შემთხვევაში მივესალმები ასეთი კანონმდებლობის მიღებას. თქვენ რა სიტყვით და მე დანარჩენზე თქვენი საუბარი. ბატონო თემურ, აბსოლუტურად გეთანხმებით. მე მახსოვს, რომ თვითონ ცილის სამება, რომელიც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის კოდექსში, რამდენიმე ნაწილსაგან შედგებოდა. და აქედან გამომდინარე, ამოღება სისხლის სამართლის კოდექსიდან თუნდაც შეურაცხყოფის ეს იყო ძალიან კვალიფიცირებული იყო ანონიმური არა კი წესით გავრცელებული რამდენიმე ნაწილისაგან იყო და დამამძიმებელი გარემოები იყო. ეხლა რაც შეეხება შეურაცხყოფაზე ხო ნუ გასაგებია ეს სისხლის სამართლის წესით ისებოდა. მაგრამ მე მინდა ეხლა ყურადღება გავამახვილო ბატონო თემურ დაზარალებულის უფლებამოსილების ზოგიერთ კონცეპტუალურ პრობლემატიკაზე. ასევე გაშერებულია ეს საკანონმდებლო ინიციატივა. კი, სხვა შორის ეხლა თვითონ დაზარალებულის სტატუსი სისხლის ჩვენი მოქმედი სისხლის სამართლის საფუძველ კანონმდებლობით ძალიან დასუსტებულია. მოგეხსენებათ, რომ ფაქტიურად ის გათანაბრებულია მოწმესთან. და მე გავიხსენებ, იცით, დაახლოებით 2013 წელს იყო ესეთი კანონპროექტი, როდესაც ეხებოდა საკითხი დაზარალებულის უფლებების გაზრდაზე. მით უმეტეს მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს იმ პერიოდში, როდესაც ეს კანონი მიიღეს ეს 2013 წელს, იმაზე უფრო ბევრად დაბალი იყო დონე და უფლებამოსილება დაზარალებულის ვიდრე ახლა. ეს უდავოა. იყო ესეთი კანონპროექტი ეს 2013 წლის 19 ივნისს და იქ ითვალისწინებდა დაზარალებულისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას, ანუ რესტიტუციას. და ჩაწერილი იყო, რომ დაზარალებული უფლებამოსილი იყო ასევე თვითონ მოსამართლის ინიციატივით კომპენსაცია გადაეხადა ბრალდებულს დაზარალებული სასარგებლოდ 100-დან 500 ლარამდე. მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ გამოიტანდა გადაწყვეტილება სათქმა უნდა სასამართლო, გადახდებოდა გამოძიების სტადიაზე ხდება ეს გამოძიების სტადიაზე ვამახვილებ ყურადღებას სპეციალურად და შეიძლებოდა რომ თქვათ ანაზღაურებულიყო კომპენსაცია მიეცა ამ ოდენობით. მაგრამ ანუ მოდი მაყურებელს განვმარტოთ. ეს იყო კანონით გათვალისწინებული მიუხედავად იმისა, მერე საჩელით მიმართავდა და ზიანის ოდენობა რა რაოდენობით ადგილდებოდა თუ როგორი. აი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა. ეხლა ეს არნიშნავდა იმას, რომ არ ქონდა უფლება დაზარალებულს მოეთხოვა მის მიერ მიყენებული ზიანი. ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი მყარად გასასრული ფულად თანხა, საკომპენსაციო თანხა იყო მხოლოდ რესტიტუცია. ხო და რაც შეეხება თუ მან მიიღო სხვას უფრო მეტი ზიანი, შეეძლო ქონებრივი ზიანი, ამ შემთხვევაში შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის. მაგრამ აი ეს თანხა თუ კი სასამართლომ დააკისრა, ხო, რა თქმა უნდა, ითვლებოდა ანაზღაურება იმ თანხაში, იმ საერთო თანხაში. მაგრამ უყურეთ რა ხდება, ეს ხდებოდა გამოძიების სტადიაზე და აი ეხლა ხაც ალბათ მოგახსენებათ, გაიჟღერა და დაიწერა დაზარალებულის უფლებების გაზრდის შესახებ ზარალის ანაზღაურების მიმართებით. აქ უკვე საუბარია ბატონო თემურ მშავდებულზე. ხაზია გასმული მშავდებულზე. ანუ ესეთი რეგულაციაა, რომ დაზარალებული უფლებამოსილია მოითხოვოს სჭავდებულისაგან თუ კი არა უნაზღაურებია მიყენებული ზიანი, რომ მის ქონებაზე დაედოს ყადაღა და მოხდეს ამ მისი ზარალის ანაზღაურება. უყურეთ რა ხდება, ეს კანონმდებელი უფრო შორს წავიდა და დაიჭირა დაზარალებული მხარი და თქვა, რომ კი დაზარალებულს მჩავდებულმა უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი გონივრულ ვადაში
და თუ კი არა ანაზღაურებს ამ შემთხვევაში მაგას მნიშვნელობა არ აქვს შეიძლება მშავდებული შეუფარდოს არასაპატიმრო ღონისძიება მაგრამ მაინც ვალდებულია რომ აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი უყურე ხანდაზმულობა ხო არის თითოეული დანაშაულის ხანდაზმულობა მაგას მნიშვნელობა არ აქვს უნდა აუნაზღაუროს და გარდა ამისა მშავდებულს უფლება არ უნდა ჰქონდეს რომ გავიდეს და დატოვოს საქართველოს და შეიძლება მასე სამაჯურიც კი აგერ გაუკეთდეს რომ არ მიიმალოს იძულების ღონისძიება ხო ეხლა ხანდაზმულობის ვადა ხო შეიძლება იყოს 5 წელი თქვა საქმის ხანდაზმულობის ვადის მიხედვით ხო ესე იგი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცემის ხანდაზმულობის მიხედვით პლუს დაემატება ამას კიდევ დაემატება კიდევ იქ ალბათ გაისახება სამი წელი ხო იმდენივე რაც ითვალისწინებს თქვა ხანდაზმულობა ხო სამოქალაქო კოდექსში რაც არის თქვა აი მოზრავნებთან დაკავშირებით საკავშირო მოთხოვნით არის 3 წელი დამატებით დაემატება და აუცილებლად ის ექნება როგორც გითხარით მონიტორინგი სამაჯური და შეწყდება მაშინ როდესაც ბატონო მიხეილ გადაიხდის ხო არ ბრუნდება ის პერიოდი თქვა იმ ჩანაწერების მიხედვით თქვენ მას კარგად ისნობს გახსოვთ რომ როდესაც საქმეს იძიებდა დასავლურად ცნობდა პროკურატურა პიროვნებას ასე შემთხვევაში თვითონ პროკურატურა შედიოდა სარჩელით აი სარჩელის შეტანის ვალდებულებისგან პროკურატურა განთავისუფლებული ამ შემთხვევაში თუ დაზარალებულის მხოლოდ დაზარალებულზეა საუბარი ხო და ასე იგი ალბათ იქნება ის რომ ბაში არ იქნება გადასახადი ღმერთმა ქნას რომ ესე იგი რა ხდება იცით უბრალოდ ღონისძიებებია რომ გადაიხადოს კანონმდებლობაში კანონპროექტში წერია რომ ის ვალდებულია რომ გადაიხადოს გონივრულ ვადაში მაგრამ იქ სხვა რაიმე დათქმა იმისა რომ რაიმე ღონისძიებები იქნეს გაწარებული სახელმწიფოსაგან ხო ეს აწერია მხოლოდ ის რომ დაზარალებული უფლებამოსილია მოითხოვოს რომ ამ მშავდებულზე დაედოს არა მარტო მშავდებულზე ბატონეთებულ არამედ დაკავშირებულ პირებზე ეხლა ანუ ეს არის ორგანიზებული დანაშაულის და რეკეტის წინააღმდეგ და მიმართული ქურდული სამყაროს რეკეტის აი იქიდანაა გადმოტანილი ახლა ეს უცხო არ არის ასევე თქვა დაკავშირებულ პირებთან პასუხისმგებლობის გადატანა გახსოვთ სრომაგიერი პირის გადასახადო ურთიერთობებში მე ამაში საგანგაშოს არაფერს არ ხედავ იმიტომ რომ ქართულ სინამდვილეში მიტაცებული დანაშაულებით დაუფლებული ქონების გადასვლა ხდება როგორც წესი მეუღლეებზე, შვილებზე, ბებიებზე, ბაბუებზე და ყველა იმას აცხადებს რომ დღეს როცა მეუღლეს 100,000 ლარად ღირებული დაბადების დღის ბანკეტი გადაუხადა პიროვნება თურმე ამ და სხვა ქონებასთან დაკავშირებით მას შეუძლია წარმოადგინოს ამ ქონების კანონიერ შეძენის საფუძველი. ბატონო, მათ საუბარია მშავდებულზე. ანუ უკვე დადგენილია რომ აი ეს დაკავშირებულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული და აქედან გამომდინარე ამ დაკავშირებული პირიდან უნდა იქნეს ამოღებული. მაგრამ ეს დაკავშირებული პირი ვინ უნდა დაადგინოს, რომ ის დაკავშირებული გამოძიება? ეს ამ შემთხვევაში მშავდებულгүй სასამართლოს განაჩენი იქნება. სასამართლოს განაჩენის მიხედვით უნდა თუ იმ განაჩენში წერია რომ ამან ეს ფული პეტრეს გადასა უკანონოდ, ხო, მაშინ გაადვილებული იქნება და რა თქმა უნდა დაზარალებულის, მაგრამ გადასა ახლობლებსო თუ ასე ჩანაწერი გაკეთდება, გამიგება ამ ახლობლების დადგენის ვალდებულება იქნება დაზარალებულს, იგი ამას ან დაადგენს ან არა, ხო? არა, საქმე რა შეიძლება, ალბათ განაჩენში იქნება ეს ასახული, ეს პიროვნება ვინ არის დადგენილი იქნება და მხოლოდ ერთია, რომ დაზარალება მოითხოვოს ამ პირებისაგან, მშავდებულებისაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ბუნებრივია, ეხლა თუ დადგინდა გამოძიებით თუ სასამართლომ დაადგინა განაჩენით რომ აი ეს პირი დაკავშირებული იყო და მან ჩაიდინა დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს თუ გადააფორმა ეს ქონება სხვაზე, მაშინ პროკურატურა ვალდებულია გადაღადაადოს ამ ქონებას. არა, ვალდებულია, მაგრამ უყურეთ რა ხდება. შეიძლება და ბოლომდე მieყვანა, მაშინ სარჩელითაც თვითონ შესულიყო ან ერთ დოკუმენტი საბრალდებო დასკვნით. გადაწყვეტილიყო ეს პრობლემა. გეთახვევით, ამ შემთხვევაში ალბათ კანონმდებლობა უფრო უნდა დაიხვეწოს და როგორც თქვენ აღნიშნეთ,
პროკურატურა უნდა იყოს ვალდებული დაადგინოს და დაეხმაროს დაზარალებულს, რომ მოახდინოს აინაზღაუროს მიყენებული ზიანი. რა არის ამაში ცუდი ის, რომ თქვათ პროკურატურამ შეიტანოს თუნდაც სარჩელი მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის და არა მხოლოდ დაზარალებულმა. აი უბრალოდ შეამოდე ვერ მოდის. ერთდროულად მოხდება ამის განხილვა. არ დაიტვირთება სასამართლოები. ხო და ახლა კიდე ერთი რამ არის. მით უმეტეს ბატონო თემურ გაწყვეტინეთ ბოდიშით. მით უმეტეს დაზარალებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით პროკურორი არის პროკურორის წარმომადგენელი ფაქტურად არის დაზარალებული. ერთი პოზიცია უკავიათ და აქედან გამომდინარე, ცუდი არ იქნება, რომ აი ეს საკანონმდებლო ინიციატივა შევიდეს და პროკურატურა ბოლომდე მიყვეს და ბოლომდე დაეხმაროს დაზარალებულს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართებით. მოდით ჩვენ ტელემაყურებლებს რო გამომარტოთ ის რომ თქვათ არეალში გამოძიების ექცეოდა თქვა კონკრეტული დამნაშაულის ჩამდენი პირის სანათესაო და მას ხან დაკავშირებული პირი ერქვა და ხანსრომაგიერი პირი თქვა სხვადასხვა კანონმდებლობის მიზნებისთვის ეს ახალი არ არის. წინა ხელისუფლების პირობებშიც იყო მხოლოდ ეს გამოიყენებოდა რეგენტული და ქურდული სამყაროს წევრების მიმართ, სამოხელეო დანაშაულის უკანონო დაუსაბუთებელი ქონების მიმართ, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ ამის გამოყენება ამ მექანიზმის. ახლა ამ საერთო მარახაში გაყვანილია უკვე ნებისმიერი პირი, მათ შორის ის ადამიანები, ვინც იყენებს თავის მდგომარეობას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში და ასე შემდეგ. ნუ ახლა ეს გარკვეულ ემოციებს აღზარავს, რატო შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ რაღაცამ ბიძგი უნდა მისცეს საკანონმდებლო ცვლილებებს და თუ კონკრეტულ პიროვნებას დაუკავშირდეს და მის ქონებრივ ინტერესებს, მე ამაში თულს არაფერს არ ხედავს, ამით ისარგებლებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. ერთი სიტყვით მოუთმენლად ველოდები აი ამ ცვლილებას როგორი მექანიზმი იქნება ჩადებული მასში და მე მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მარტივად უნდა გადასცეს მაშინ ძალიან ბევრი დაზარალებულის მიმართ წარმოებული საქმის ბედი, მით უფრო რომ ჩვენი კანონმდებლობა ისედაც ფლად უხარბესო ნამდვილად არ არის. აი თქვენ გახსოვთ ჩვენ სტატიაში, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა კონცენტრებთან დაკავშირებით იყო მის შესახებ ჩვენ ტელემაყურებლებს ვესაუბრეთ, იქაც გავაჟღერეთ ეს პოზიცია, რომ აი მიაქციეთ ყურადღება, როდესაც თქვა ორგანიზებული დანაშაულის მონაწილეა პირი, ის ბრალდებულიც რომ არის, იქიდან უკვე მას შეიძლება მისთვის ქონების ჩამორთმევა, ხო და ახლა აქ უკვე მსჯავრდებულის საუბარი. ხო. ნუ ხადახა დაედება თავიდან ქონებას ან რაიმე სხვა სახის აგზავნა და ეს აგზავნა მანამ გაგზავნება, ალბათ სანამ დაზარალებული თავისუფლებების დაცვას არ განახორციელებს სასამართლოში. ახლა ის რაც ჩვენ ვთქვით, რომ პროკურატურამ აიღოს თავის თავზე, ეს უცხო არ იყოს საბჭოთა პერიოდის სინამდვილისთვის და უცხო არ არის არაერთი ქვეყნის სინამდვილისთვის მემხედველობაში მაქვს უწინარეს ყოვლისა საფრანგეთი. ხო, ჯერ კიდევ 1810 წელს მიიღეს კანონი, რომელსაც პროკურორი ვალდებულია თუ საოჯახო და სხვა სფეროს ჩადენილ დანაშაულებს ეხება დაზარალებულთა ინტერესები დაისვას პროკურორი. ხო, აი სახელმწიფო იღებს თავის თავს. თუ გადაუდგით ეს ნაბიჯი, არ იქნებოდა ცუდი, რომ ის ბოლომდე მიგვიყვანა და დაზარალებულთა ინტერესები დაგვეცვა. მაგრამ მეორე მომენტია, როგორც ამბობენ ბოროტიანები, ხო, ჭალებში ძალიან პრობლემატურია ქვეყანაში დაზარალებულთა სხვა ადამიანების, იურიდიული პირების, ხოსორია. მიზის გამოძიება, ათლოულობით. არა, ეს საშინელება. ხო, და როდესაც დაზარალებულად არის ცნობილი, მათ მიმართაც 7, 8, 9, 10 წლის განმავლობაში გადაწყვეტილებები არ არის და სწორედ კეთილის სურვილები ჩვენ გვინდა პროკურატურის სამართალმცემლო ორგანოების ყურადღება მივაქციოთ ამ თემასაც, იმიტომ რომ საზოგადოება უკვე მეც ითხოვს ბატონებო თქვენგან, კარგია რომ საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდება, მათი უფლებების დაცვის კუთხით იდგმება არაერთი ნაბიჯი, მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა იყოს ქმედითი, ობიექტური, ეფექტური და ოპერატიული. ოპერატიული ნიშნავს, რომ სწრაფად უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილება 8 წლის წინ რომ დაზარალებულთა ცანიდან დღემდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის იმ ადამიანების თვალში ალია დაგერხება თუ ოსმანა გახსოვთ ორივე თათარია გახსოვთ ესეთი გამოთქმა არსებობდა ახლა ის შიიტია თუ სუნიტია ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ პერიოდში ხდებოდა ადამიანი იმით რომ რეაგირება არ იყო ან ჟიდენ უკანონოდ დღევანდელ სინამდვილეს საზოგადოება მოითხოვს რომ სწრაფად
და ობიექტურად და ოპერატიულად გადასცეს ეს საკითხები. ამის რესურსი ქვეყანაში არის, მოდით ახლა ჩვენ ნუ დავიწყებთ რაღაცის მტკიცებას. მე მესმის, ხო, ახლა თუ ჩვენი საგამოძიებო კომისიის პარლამენტის საქმიანობა, ესე იგი ტანში გაგბურძღლავს ადამიანს ესეთი ფაქტების მომსვლელი და მომსვლელი ხდებით ყოველდღიურად. მაგრამ სად ვიყავით მანამდე ბატონო დაგეწყოთ ამ საქმის გამოძიება. ახლა არ იყო პოლიტიკური ნება, მე გეთანხმებით რომ არ იყო პოლიტიკური ნება, რასაც უყურებთ ასე თავისუფლად კანონების მიღებაც კი არ იყო დაშვებული, ალბათ რაღაც ლიმიტი არსებობდა და ამ ლიმიტის ფარგლებში ის რაც მისაღებია და დასაშვებია და საპატიებელია ვთქვათ გერმანიისთვის, იმას ჩვენ არ გვიპატიებდა და იმის ასეთი კანონების მიღების შეძლებას თუ არ მოგწევდა, ამას ადასტურებს თუნდაც წასასვლიდან ამოხდარი ზოგიერთი ქვეყნის ელჩის ქცევა. ხო ასეა. ეს რეალობა ბატონო. ხო, ვისაც არ ესმის ის რა დღეში იყო ხელისუფლება, მე მათთან საუბარს არ ვაპირებ უბრალოდ. ეს რეალურად ასე იყო, ადამიანთა გარკვეული ქცევა ადასტურებდა ამას და ისიც რომ წინააღმდეგი იყვნენ საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის ამას რო გვიმტკიცებს მალანი და მალანი მე ეს არ მჯერა. რატო იქნებოდნენ წინააღმდეგი თუ საქართველოს თავისავზე მიიღებდა დარტყმას და გარკვეულად მიმართულება შეუცვლიდა რუსულ ტანგებს უკრაინიდან საქართველოსკენ. რატო იქნებოდნენ წინააღმდეგი აქტით? მოდით ისეთი რამ თქვათ, რაც მისაღები არის და დასაშვები. ახლა სხვა თემაა და სხვა საკითხია. თუ ჩვენ ერთბედში ვართ უკრაინასთან და თუ გადავწყვეტით რომ ერთად შევძლებოდით რუსეთის იმპერიას, ეს სხვა თემაა, ერთად გადაწყვეტებას თუ მივიღებდით, მაგრამ ახლა ჩემთან ერთად შენ დაიღუპე და თავი შესწირევა, ეს ზომაზე მეტი მოთხოვნა ადამიანების მიმართ. ნუ ეს პოლიტიკაა, სამართალი ეთყობა პოლიტიკასთან წილნაყარი როა კარგად გამოჩნდა. თქვენ კარგად ხედავთ რომ დღეს პოლიტიკა განსაზღვრავს ყველაფერს, ხო სწორია? ჩემიანია ხელი არ ახლო. არ დასაჯო. თქვენიანია ხელისუფლების მემბერია, დასაჯეთ, ჩამოახშვეთ. ახლა მოდით ჩვენ ქვეყანას უნდა დავემსგავსოთ და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ. ჩვენ ერთმანეთთან ხელჩაჭიდებულებმა ჩვენი ქვეყანა უნდა განვავითაროთ და მომავალი უნდა ავაშენოთ. ნუ რა ვიცი მედად მოვიქნებით. ვიქნებით, ყველა გავაკეთებინებს თავისთვის სასარგებლო საქმეს და ეს საქმე ძალიან ხშირად არ იქნება სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის. ხლა თუ დაამატებდით რამეს? ბატონო, აბსოლუტურად დახმარებით და თან კიდევ უნდა შევეცადოთ მეგობრებო რომ ისეთი კანონმდებლობა მივიღოთ, რომელიც ჩვენს მენტალიტეტს და ჩვენს ეროვნულ თვითყოფადობას შეესაბამება. აი ეს არის კიდე მთავარი. ეხლა რაც შეეხება ჩემს მიერ გაშერებული დაზარალებული უფლებების გაზრდა, ალბათ თუ კი ეს მიღებული იქნა, სასიკეთო წაადგება დაზარალებული უფლებამოსილებას ადამიანის უფლებებს და კიდევ მეტი თუ კი პროკურატურას მიეცემა იმის შესაძლებლობაც რომ მხარში ამოუდგეს დაზარალებულს და უფლებამოსილი იყოს რომ შეიტანოს თვითონაც სარჩელი, ეს ალბათ ძალიან მაგარი და ძალიან კარგი იქნება. აი, რაც შეეხება გაშუქება სასამართლო სტომების, ამაზე რა სიტყვით ბატონო? ნუ გაშუქებას ახლა მოგეხსენებათ, ახლა აი სახელმწიფო როდესაც არის მითითებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, იქ არის მითითებული, რომ გამოყენებული უნდა იქნეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მითითებული გარემოება. ახლა რაც შეეხება გაშუქება, მოგეხსენებათ, ამის უფლებამოსილება აქვთ ჟურნალისტებს, მაგრამ აუცილებელია რომ იყოს სასამართლოს ნებართვა. ახლა ისეთ შემთხვევაში, როდესაც ნახევრადაა დახურული ან მთლიანად დახურული სასამართლო პროცესი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებლობა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ თუ კი ვთქვათ საზოგადოებრივ მაუწყებლობა არ მიიღო და სურს რომ მიიღოს სხვა უწყებებმა, ასეთ შემთხვევაში ეს უნდა გადაწყდეს წილიწადით. ასეა კანონმდებლობა. ბატონო მიხეილ, მე თუ მიხსენება არ მღალატობს, თავისუფალი სასამართლო სტომების გაშუქება, თქვათ, იქ დაფიქსირება აუდიო და ვიდეო საშუალებებით
თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არ არის იქ როდესაც პროცესს ესწრება ჟურნალისტი მას აქვს არა გადაღების არამედ ჩანახატების გაკეთების უფლება ახლა მოდით რომის მამზე უფრო დიდი კათოლიკები ხო მოვიქცეთ და მით უმეტეს სასამართლოს კომპეტენციაა და სასამართლოს კომპეტენცია უნდა იყოს და მან გადაწყვიტა სასაკვირველია მაგრამ თორემ ეს იქცევა დაპირისპირების ალადობის რა თქმა უნდა მაგრამ კენ მოწოდების და იმ საშუალებად რომელიც საზოგადოებას კარგახნის მანძილზე არ ჩააყენებს ნორმალურ სიტუაციაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს რომ ყველამ ერთად შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა რომელსაც დავემორჩილებით ბატონო ეს კანონი ჩემთვის თქვენთვის პეტრესთვის პავლესთვის ერთნაირი უნდა იყოს და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი სადაც უსამართლობა იქ ადგილი აქვს ძალადობას დიქტატურაზე ფიქს თუმცა დიქტატურა დღევანდელ პირობებში რომ მიუღწევადი ფუფუნება ვიღაცისთვის ეს ჩვენ უნდა კარგად გავიგოთ ვინაიდან არც ერთი ერი და მით უბრალოდ ქართველი ერი არანაირ დიქტატურას არ მიიღებს არ შეესაბამება და ახლა არ გამოვა ეს ყველაფერი დღეს ისევ ვერ ვისაუბრეთ ჩვენ პროკურატურის მუშაკებზე მაგრამ ვპირდებით რომ მომავალ ჩვენი გადაცემის დროს აბსოლუტურად დაეთხოვა მათ ძალიან ბევრი გვინდა ვისაუბროთ ადამიანებზე ახალგაზრდებზე ასე უკან ადამიანებზე პროკურატურაში დასახლებულ ტექნიკურ მუშაკებზე რომელთაც საქმიანობის გარეშე ჩვენი ყოველდღიური შრომა არც გამოჩნდებოდა და ამდენად დასაფასებელია ეს ადამიანები. რა თქმა უნდა, ზოგიერთ მათგანზე ჩვენ ვისაუბრეთ, როდესაც საგამოძიებო სამართლიდან თემატიკას ვაშუქებდით, მაგრამ კიდევ ერთხელ გახსენება, მე მგონი არ იქნება ცუდი ამ ადამიანებთან მიმართებაში და კიდევ ერთი მინდა გითხრათ. ხუმრობაში ჩვენი გადაცემები რომ დაიწყო, იქიდან გასულა 4 წელიწადი, ბატონებო. 7 ივლის გავა 4 წელი. აი 7 ივლისისთვის ჩვენ ფაქტობრივად ჩაწერას გამოვახდენთ 4 წელი ეს საკმაოდ დიდი პერიოდია ამ ხნის მანძილზე ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით რომ ჩვენი ყოველი მომდევნო წინა გადაცემას არ დამსგავსებოდა ანუ ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული იმ ინფორმაციაში რომელიც თქვენამდე მოქონდა მაგრამ მიზანი იყო ერთი საზოგადოება უნდა იცოდეს ჭეშმარიტება რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან განათლებული საზოგადოება გვყავს ჯერ კიდევ მე არ ვიცი რა იქნება მომავალში თუ სამართლებრივ რეფორმა იმ თვალსაზრისით არ შეიცვლება და განხორციელდება რომ ბოლოს ადამიანებმა და ახალგაზრდებმა წერა-კითხვა მაინც იცოდონ აი ესეთ პრობლემის წინაშე ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ლოტოტრონებმა და ასეთმა თემატიკამ მოიყვანა ჩვენ აქამდე მოდი ამაზე თემა საუბარი არ გავაკეთებთ მომავალში ვილაპარაკოთ მაგრამ ეს ახლა თუ გახსოვთ Facebook-იდან რომ წაგვიშალეს გადაცემები და სამწუხაროდ ჩემი კოლეგები და თქვენი კოლეგები ბატონო მიხეილ ამაზე დღემდე არ რეაგირებენ თუმცა მივმართეთ რომ აქ არაერთი დანაშაულის ნიშნებია ხო, ეთქობა იმდენად ატვირთულია პროკურატურა საგამოძიებო კომისიიდან გადაგზავნილი მასალებით რომ ვერ იცლის ამისთვის, მაგრამ იმედი გვაქვს ადრე თუ გვიან ამ თემას და ამ საკითხებს არა და სულ ლაპარაკობთ ბატონო თემურ კანონი ეს იმპერატორულად არის მე ასე მოგში ხო მიიღებს თუ არა შეტყობინებას ვალდებულია დაიწყო მაგრამ რა ვიცი აბა მიიღეს შეტყობინება მაგრამ სამწუხაროდ არც პასუხი მივიღია რომ ამ დანაშაულის შემადგენლობა არ არის არა და ისე რომ ალბათ ერთი სულ ცოტაო 200-300,000 ადამიანმა მაინც ნახა ეს ჩვენი გადაცემები მე არ ვლაპარაკობ რომ ესენი განსხვავებულია იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ ერთდაიგივე კატეგორიის მაყურებელი გვყავს რომლებიც ელოდებიან ჩვენს გადაცემას ეს უფრო პროფესიული მიმართულების მაყურებლებია და ჩვენ ვესწრებით რომ თქვენი იმედები არ გავაცვლოთ მოგახსენებთ მხოლოდ სიმართლე და ჩავეყენოთ საქმის კურსში ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ ვითარებასთან დაკავშირებით ისე რომ დღეს ამით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ კარგად ბრძანდებოდეთ